მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით და რა თქმა უნდა ეროვნული ვალუტის კურსი, რომელიც ორშაბათის ვაჭრობის შედეგად კვლავ გამყარდა დოლართან მიმართებაში, კვლავ სტაბილურობას ინარჩუნებს ეროვნული ვალუტა და ამავდროულად ცხადია ძალიან შთამბეჭდავი დამოუკიდებლობის დღის 26 მაისის ღონისძიებების შემდგომ კვლავ ვუბრუნდებით ეკონომიკურ სიახლეებს და სწორედ 26 მაისამდე ერთი დღით ადრე, ანუ ორშაბათს ჩვენ ვნახეთ მართლაც მნიშვნელოვანი ღონისძიება. ტეზერის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოში. კომპანია ტეზერის შემოსვლა რეალურად ჩვენს ქვეყანაში არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის. შეიძლება ითქვას, რომ ფაქტი აჩვენებს, რომ ქვეყნის მიმართ ინვესტორთან ნდობა თანდათან კიდევ უფრო მეტად იზრდება. საქართველოს სულ უფრო საიმედო ხდება საერთაშორისო კომპანიებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია ტეზერი არის გლობალური ტექნოლოგიური ლიდერი, რომელიც ფლობს დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის აქტივებს და ოქროს რეზერვებს მართავს. შესაბამისად, ტეზერი ახლა უკვე ხდება საქართველოს ეკონომიკური ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილი. ამ პარტნიორობის ყველაზე ამბიციური გამოხატულებაა კომპანიის გეგმა საქართველოში გამოუშვას ქართული ლარის ციფრული ანალოგი. ამავდროულად კომპანიას აქვს დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების მთელი ნაწილი ინვესტიციების სხვადასხვა სფეროში, სოციალური საგანმანათლებლო მიმართულებით. ამას ადასტურებს ბუნებრივია ის ფაქტი, რომ ეს თანამშრომლობა, ქვეყანასთან თანამშრომლობა ცდება მხოლოდ ბიზნეს ინტერესებს და ორიენტირებულია საზოგადოების ფართო სარგებელზე. ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ცხადია სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და პარლამენტის წევრი ვახტანგ თურნავა. ტეზერის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია გამართა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა. ჩვენ შეგვიძლია ახლა შეფასებები მოვისმინოთ. საქართველოს შორს იყურება. ესმის კარგად რა მნიშვნელობა აქვს ციფრულ აქტივებს და ხალხის ჩართულობას ამ ტექნოლოგიაში. ძალიან გვიამაყება, რომ მონაწილეობას ვიღებთ დისკუსიებში საქართველოს ხელისუფლებასთან და გვაქვს მათი მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს მოწინავე. ეს არის ახალი ეკოსისტემა, რომელიც გავრცელდება და ქართულ ლარს დაეხმარება, რომ მიღებული იყოს უფრო ფართოდ და ღიად მთელ მსოფლიოში. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ფენომენალური საქმე გაკეთდა და ამ შედეგებით ყველა უნდა ამაყობდეს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რაც ვნახეთ, ძალიან მადლობლები ვართ და იმედი გვაქვს, რომ ამ საუბრების შემდეგ ვნახავთ ხელშესახებ შედეგებსაც. კომპანია ტეზერთან თანამშრომლობის დაწყებით ჩვენ ვდგავთ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკური განვითარების გზაზე. ყველას მოგეხსენებათ, რომ კომპანია ტეზერი არის გლობალური ტექნოლოგიური ლიდერი, რომელიც ფლობს დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის აქტივებს და ოქროს რეზერვებს მართავს. დღეს ის არის ტრადიციულ და ციფრულ ეკონომიკებს შორის ძალიან მძლავრი ხიდი და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ახლა უკვე კომპანია ტეზერი ხდება ჩვენი ეკონომიკური ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილიც. ამ პარტნიორობის ყველაზე ამბიციური გამოხატულებაა კომპანიის გეგმა გამოუშვას ქართული ლარის ციფრული ანალოგი GLT. ასევე მოხარული ვართ, რომ კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით გვახარებს ინვესტიციების სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში, რაც ადასტურებს, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად სცილდება ბიზნეს ინტერესების სფეროს და მას აქვს ფართო საზოგადოებრივ სარგებელზე ორიენტაცია. საქართველოში ტეზერის შემოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ზოგადად საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა, ინვესტორების ნდობა თანდათანობით იზრდება. რა თქმა უნდა, მასშტაბური ხედვის რეალიზაცია შეუძლებელი იქნებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე. ჩვენ დროულად მივიღეთ შესაბამისი კანონები და ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი არეგულირებელი ჩარჩო, რაც ქმნის ძალიან მყარ საფუძველს ჩვენი პარტნიორობის სწორად განვითარებისთვის. დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულთანხმდროში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენ სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში. უკვე მე-6 წელია საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, როგორც მოგეხსენებათ 2021 წლიდან. ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურად შეადგენს 9.3%. ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა, პირველ კვარტალში ზრდამ შეადგინა 9.1%. ამ ყველაფერს აქვს ძალიან კონკრეტული მყარი საფუძველი.
ეს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი მთავრობაში, ბიზნესი არის თავისუფალი და გვაქვს კორუფციისგან თავისუფლების კუთხით ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ამ კუთხით საქართველოში არის რეგიონის ლიდერი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება ძალიან პარსაფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია. შესაბამისად, დღეს უკვე გვაქვს ასეულობით დაფინანსებული სტარტაპი. საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში ჩართული კომპანიები, მზარდი ტექნოლოგიური საზოგადოება და ახალი თაობა, რომელიც საკუთარ მომავალს სწორედ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში ხედავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფომ შექმნა ინოვაციებისთვის კონკურენტული გარემო, მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა, IT სექტორის მხარდაჭერა და მთლიანი ბიზნეს გარემო, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან უპირატესობად იქცა. ფინანსური სექტორის მოდერნიზაცია, ფინტეკ ინოვაციების მხარდაჭერა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ხედვა ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს რეგიონალურ, ტექნოლოგიურ და ფინანსურ ცენტრად. საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს კომპანია ტეზერთან, განსაკუთრებით მათი უზარმაზარი გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, რომ მართლაც გლობალური კომპანიაა, გლობალური გამოცდილება აქვს ციფრული აქტივების განვითარების და განსაკუთრებით სტაბილური ციფრული აქტივების განვითარების თვალსაზრისით, ეს არ შეიძლება არ გვაინტერესებდეს და დღევანდელი ჩვენი შეხვედრა და მათი ვიზიტი არის იმის დასტური, რომ ეს თანამშრომლობა ეფექტურია, ხოლო საქართველოს საფინანსო სექტორი ძალიან მიმზიდველი საერთაშორისო ინვესტორებისთვის. საქართველოს საფინანსო სექტორი წარმოადგენს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას. 2025 წელს ქვეყანაში განხორციელებული მთლიანი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 36% სწორედ საფინანსო სექტორზე მოდიოდა. ჩვენ მიზანია საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივების უსაფრთხო, გამჭირვალე და სანდო გარემოში გამოშვების ხელშეწყობა. ჩვენი შეკრება იმის მაგალითია, რომ პატარა ქვეყანას გლობალურად აზროვნება შეუძლია. მაგალითია იმისა, რომ ინოვაცია მხოლოდ სილიკონველიში, ლონდონში და დუბაიში არ ხდება. მაგალითია იმისი, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც სოფლიოს მასშტაბის უდიდესი კომპანიები დიდ საქმებს გააკეთებენ და შეიძლება რომ გააკეთონ. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, დამერწმუნებით, რომ პოლიტიკაში ახალ იდეებზე უარის თქმა ყველაზე მარტივია, მაგრამ ძალიან გაცილებით რთულია გადადგა ნაბიჯები და პირველი დიდი ნაბიჯები გადადგა. სწორედ ეს განწყობა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვითარდება ასე სწრაფად და ძლიერდება ჩვენი ქვეყანა. დიახ, მართლაც კომპანია ტეზერის შემოსვლა საქართველოში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს არ არის უბრალოდ ერთი კომპანიის ურთიერთობა საქართველოსთან, ეს არის ერთი მნიშვნელოვანი კომპანიის ურთიერთობა საქართველოსთან, რომელსაც თან სდევს ძალიან სერიოზული მესიჯი ინვესტორებისთვის და დიახ, ჩვენ ხედავთ საქართველოსადმი საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ხედავთ საქართველოს სულ უფრო და უფრო მზარდ პოზიციებს. ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ მიუხედავად გლობალურ ტურბულენციისა, საქართველოს არის ძალიან მყარად გლობალურ საინვესტიციო რუკაზე და არა მხოლოდ. ბიზნეს ინსაიდერმა ექსკლუზიურად ორშაბათს დილიდან გაავრცელა ინფორმაცია ევროკომისიის ანგარიშის შესახებ. თუ შეიძლება ვნახოთ ეს ნაწილი ევროკომისიის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს გაუმჯობესა ევროკომისიამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.5%-მდე, ანუ აქამდე არსებული მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდა და ეს კიდევ ერთხელ იმ დროს, როდესაც გლობალურად ჩვენ ვხედავთ არსებულ ვითარებას, დიახ, ევროკომისიამ აღიარა საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა დამატებით, ეს არის აბსოლუტურად სწორი შეფასება ამ ჭრილში და ჩვენ მანამდე არაერთხელ ჩვენს გადაცემაში გვისაუბრია ეკონომიკური ზრდის შეფასებაზე საქართველოსთან დაკავშირებით. ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თუ სარეიტინგო აგენტო საქართველოს მაღალ ეკონომიკურ ზრდას აფიქსირება და უმჯობესებდა საქართველოს პერიოდულად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებებს. მიმდინარე წელზე ვსაუბრობთ, ჩვენ აღარაფერს ვსაუბრობთ წინა წლის მაჩვენებაზე. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ასევე ევროკომისიის შეფასებით აღნიშნულია, რომ საქართველოს შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური ზრდა. დიახ, საქართველოს შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ნიშნავს იმას, რომ ბევრ ქვეყანას გაუჭირდა ძლიერი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და საქართველოს მიერ შენარჩუნებული ეკონომიკური ზრდა ცხადია ნიშნავს ამ შემთხვევაში სწორ თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, დივერსიფიცირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც სწორედ ეს შედეგები მოაქვს და რა თქმა უნდა ახალი დარგების განვითარება. რა თქმა უნდა
ახალი სექტორების ჩართულობას და რა თქმა უნდა არსებული სექტორების დივერსიფიცირებულ განვითარებას. შემდგომი ნაწილი თუ შეიძლება სადაც ჩვენ შევხედავთ სწორედ სექტორების მიმართულებით თუ რას აფასებს ევროკომისია ამ შემთხვევაში აღნიშნულია მომსახურების სფეროები, მათ შორის ICT, განათლება და ტურიზმი. დიახ, ICT მინდა გამოუყო ამ შემთხვევაში, რომელიც სულ უფრო და უფრო დინამიურად ვითარდება სექტორი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, ცხადია განათლება ამ კუთხით და განათლების სულ უფრო და უფრო მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირება ეკონომიკური განვითარების ჭრილში კიდევ უფრო მეტად გამოარჩევს საქართველოს და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უნდა აღვნიშნოთ ტურიზმი. ტურიზმი, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დარგია და ამას ადასტურებს ბევრი ფაქტი და ჩვენ ვხედავთ რომ სწორედ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებამდე ტურიზმი სულ უფრო და უფრო სარეკორდო მაჩვენებლებს აფიქსირებდა ციფრულ ჭრილში. არც ახლა აქვს დაფიქსირებული ურიგო შედეგები ამ კუთხით. ნახეთ ჩვენ პირველი კვარტლის შემოსავლები, თუმცა იყო ხელისშემშლელი ფაქტორები და ეს ხელისშემშლელი ფაქტორები რა თქმა უნდა უკავშირდებოდა უპირატესად დამოუკიდებელ მიზეზებს, გულისხმობა ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტს, მაგრამ ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც უკვე გუშინ სწორედ 26 მაისს შედგა, რაც მანამდე იყო შედეგი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს ეკონომიკისა და რადიკალურობის მინისტრის ვიზიტის აზერბაიჯანში, რომ დიახ, ბაქო-თბილისი კვლავ აღდგებოდა მატარებელი და ეს შედეგი უკვე დადგა და ამასთან დაკავშირებით, სწორედ აი ამ მოლოდინებთან დაკავშირებით შეფასება აქვს ჩვენს პარტნიორს გართლენ თაგარტს. ვნახოთ პირველი გრაფიკა ამ კუთხით. გალთენ თაგარტი აღნიშნავს და პროგნოზირებს, რომ 2026 წელს საქართველოსთვის აზერბაიჯანიდან მიღებული შემოსავლები ტურიზმის წრილში იქნება 435 მილიონი. დაახლოებით ამ ფარგლებში ეს არის ჯამური ნაწილი და ამ შემთხვევაში ტურიზმის ჭრილს შევხედოთ სწორედ აზერბაიჯანთან მიმართებაში შემოსავალი საკმაოდ სოლიდურია ამ კუთხით და ვნახავთ ეხლა თქვათ იგივე პირდაპირ ამ შემთხვევაში სახმელეთო ნაწილის, მატარებლის ნაწილის სარკინიგზო აღდგენას რა შედეგები მოაქვს. დიახ, ამ შემთხვევაში თბილისსა და ბაქოს შორის ყოველთვიური სამგზავრო სარკინიგზო მიმართულის აღდგენით 2026 წლის მეორე ნახევარში საუბარია დამატებით 200 მილიონი დოლარის მოზიდვაზე, რაც კიდევ ერთხელ დამეთანხმებით საკმაოდ თამბეჭდავი ციფრია. დიახ, ამ შემთხვევაში ეს არის საკმაოდ სოლიდური ნაბიჯი და ვიტყოდი ასე აღდგენისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ეს მართლაც უპრეცედენტო ფაქტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წევრების ვიზიტის აზერბაიჯანში. პრეზიდენტ ალიევის ეს გადაწყვეტილება მართლაც განსაკუთრებით მისასალმებელია. ცხადია და ბოლო გრაფიკა ამ ნაწილში, სადაც გალთენ თაგარტი აღნიშნავს, რომ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიურ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა მიმდინარე კონფლიქტის სამსხვაში გულისხმობა ჩვენს მიერ არაერთხელ ნახსენები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან გამოწვეული ტურიზმიდან შემოსავლების დანაკარგს დააბალანსებს. რა თქმა უნდა, გარკვეულად ამ ნაწილს დააბალანსებს და ეს ახლა ტურიზმს ყველაზე უფრო მეტად ჭირდება. ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დივერსიფიცირებული ეკონომიკური ზრდის ნაწილში ტურიზმის ზრდის დივერსიფიცირებულობა. ასევე, რა თქმა უნდა, ცალკეული მიმართულებები დანაკარგები არის, მაგრამ ჯამურად ეს დანაკარგები უნდა იქნას დაბალანსებული და აზერბაიჯანის ნაწილი ამას ხელს შეუწყობს. სწორედ ტურიზმთან დაკავშირებით გვინდა ვისაუბროთ. დღეს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ქალბატონი ნატა კვარტანტირაძეა ჩვენი სტუმარი. ქალბატონო ნატა, მოგესალმებით. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მობრძანებისათვის, თქო დავზანდეთ და რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ტურიზმის სექტორზე და ამ შემთხვევაში ჩვენს გადაცემაში ვისაუბრეთ რამოდენიმე ჯერ ტურიზმის მიმართულებით ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ბიზნეს სექტორთან, თუმცა მნიშვნელოვანი ასოციაციის პოზიცია ამ ჭრილში 2026 წელი რომ შევაფასოთ 2026 წლის ტენდენციები და რა არის მთავარი ტრენდები, ასე ვთქვათ, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ და აფასებთ. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. დიახ, ტურიზმი როგორც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ინდუსტრია, სექტორი 2026 წლიდან გარკვეული გამოწვევების ფონზე შეხვდა ზოგადად წელიწადს. მინდა გითხრათ, რომ ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელიც ძალიან მკვეთრად იღებს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებიდან მიღებულ ასე ვთქვათ გამოწვევებს და თავისთავად სექტორი ძალიან ასე ვთქვათ მობილიზებულად უმკლავდება ყველა ტიპის გამოწვევას, მაგრამ მიუხედავად გარე ფაქტორებისა და ზოგადად გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, მინდა გითხრათ, რომ დღეს შედარებით იმ
მარტის მოვლენების ფონზე სექტორი ძალიან ესე ვთქვათ ცდილობს რომ მომზადებული შეხვდეს სეზონს ზაფხულის სეზონს, რომელიც ეკონომიკურ ჭრილში ყველაზე მეტ შემოსავალს იძლევა ტურიზმიდან და თავისთავად სეზონი, რომელიც ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა, ფაქტიურად ბიზნესების მხრიდან უკვე მომზადებულები არიან და თავისთავად ამას მეტყველებს ყველა ის საერთაშორისო თუ ადგილობრივი ინიციატივები, რომელიც პირდაპირ წესით მარკეტინგულ ჭრილში განსაზღვრავს ბიზნესის, ესე ვთქვათ, წარმატებას და მის აქტიურობას. კი ბატონო, ზუსტად ამ ნაწილზე მინდოდა მეორე კითხვა დამესვა, რომ რომელი ახლა ის ბაზრები, რომელიც უფრო მეტად გახდა საქართველოსთვის ყველაზე უფრო მეტად პოპულარული? დიახ, ძალიან ხშირად საუბრობენ ბოლო პერიოდში დივერსიფიცირების ნაწილზე და მინდა გითხრათ, რომ დივერსიფიცირება არ უნდა იყოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე მიბმული ინიციატივა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ქვეყნებიდან დღეს შემცირებულია თუნდაც იმ გარე ეფექტებიდან გამომდინარე, გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე ფრენების სიხშირეც და ტურისტების შემოდინებაც, დღეს ქვეყანის, ასე ვთქვათ, შიდა რესურსი და ზოგადად სექტორი ცდილობს რომ მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს მისი გადაადგილება ამა თუ იმ ქვეყანაში, მოიზიდონ მეტი სტუმარი ქვეყანაში, არა მარტო ევროპული ქვეყნებიდან, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და ამას მეტყველებს სწორედ ეს აქტიური მარკეტინგული კამპანიები, რომლებიც ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს შედეგი მალე დადგება, ზაფხულის სეზონი როგორც აღნიშნეთ, მალე აქტიურ ფაზაში შევა და თავისთავად ნებისმიერი ბიზნესი კონცენტრირებული იქნება შედეგზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სტუმარი მიიღოს ქვეყანაში. თქვენ დივერსიფიცირება ახსენეთ ამ ჭრილში და რა თქმა უნდა აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ დივერსიფიცირების, ასე ვთქვათ, სწორი პოლიტიკა შესარჩევი. ამ კუთხით აუცილებლად მინდა აღვნიშნო, როგორ შეაფასებთ იგივე პირდაპირ ფრენების ნაწილს, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნებიდან, ვინაიდან დივერსიფიცირების ჭრილში ამ კუთხით ევროპული მიმართულება ძალიან საინტერესოა. დიახ, ზოგადად ჩვენი სექტორისთვის ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნებიდან მოვიზიდოთ მომხმარებელი სტუმრები, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპელი მომხმარებელი გარკვეულწილად ძალიან მობილიზებული და გათვითცნობიერებული არიან როგორც ქვეყნის მიმართულებაზე, ჩვენს როგორც დესტინაციაზე და შესაბამისად ამ მიმართულებით გახშირებული ავიამიმოსვლა, რომელიც ტურიზმის პირდაპირ, ესე ვთქვათ, პროვაიდერია და შესაბამისად ტურიზმი არის სწორედ ავიაციაზე დაყრდნობით ამოქმედებული ბიზნესი. თავისთავად მინდა გითხრათ, რომ პირდაპირ ავიამიმოსვლა აძლევს შანსს ნებისმიერ ბიზნესს, რაც შეიძლება გაამრავალფეროვნოს მისი შეთავაზებების ჭრილი და ეხლა ევროპიდან ჩვენ გვაქვს აი ბოლო პერიოდის არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც ბრიტანეთთან დაფიქსირდა და შესაბამისად ბრიტანელი მომხმარებელი გარკვეულწილად გაიზარდა შემოსული ტურისტების, როგორც ტურისტების, ასევე ბიზნეს ინიციატივებით და თავისთავად მთლიანად მინდა გითხრათ, რომ ავიამიმოსვლა ძალიან ესე დატვირთვით მუშაობს და დაჟე მოთხოვნაც არის სექტორის მხრიდან, რომ გაიზარდოს სიხშირეები. ანუ პირდაპირ ფრენების კიდევ უფრო მეტად. რა თქმა უნდა და ეს იმას მეტყველებს, რომ ბიზნესი პირდაპირ მიბმულია ავიამიმოსვლის ეფექტებზე და თავისთავად შესაბამის ტურისტულ პაკეტებსაც კი ქმნიან. კი ბატონო, აი აუცილებლად მინდა გითხრათ, ახლა როცა ჩვენ ტურისტულ პაკეტებზე ვსაუბრობთ, როცა ჩვენ მომხმარებლებზე ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნების მონაზვნაზე, თუ შეიძლება ასე ძნელია კონკრეტულად თქვა, მაგრამ მაინც თუ არის უფრო მეტად გამოკვეთილი თქვენი დაკვირვებით ტურისტის ხედვა პროფილი საქართველოში, ანუ რა ეძებენ ტურისტები ყველაზე უფრო მეტად ჩვენი ქვეყანა, რა სურთ რომ მიიღონ მან. დიახ, საქართველოსთვის პრიორიტეტია ყოველთვის იყო და ასეც არის კულტურული ტურიზმი, ყოველთვის სტატისტიკურ მონაცემებში პირველ ადგილს იკავებს როგორც კულტურული ტურიზმი, ასევე სათავგადასავლო ტურიზმი, მაგრამ პანდემიამ ცოტა შეცვალა მოთხოვნა ტურისტების და შესაბამისად ძალიან დიდი აქცენტი კეთდება დღეს, ესეთ ახალი ტერმინი შემოვიდა, ესე ვთქვათ, გამოცდილებითი ტურიზმი, რაც პირდაპირ გულისხმობს პირდაპირ შემხებლობას ქვეყნის მოქალაქეებთან, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებთან და თავისთავად ტურიზმი და სოფლის მეურნეობა ძალიან დაკავშირებული ერთმანეთთან. ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს ღვინის მიმართულებით, ეკოტურიზმის მიმართულებით და თავისთავად ამ პროდუქტებს სჭირდება კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და თავისთავად ჩვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ ესე ვთქვათ, კომბინირებული შეთავაზებები უფრო მეტ ეფექტს იძლევა და
თავისთავად როცა კულტურულ ტურიზმზე საუბრობთ, თუნდაც აუცილებელია მოხდეს, ასე ვთქვათ, კომბინაცია სხვა მიმართულების ტურიზმთან, პროდუქტები იყოს ძალიან მრავალფეროვანი და შესაბამისად უფრო მეტად საინტერესო გავხადოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მრავალფეროვნებით, როგორც ბიომრავალფეროვნების ჭერში, ასევე კულტურული თუ ჩვენი ისტორიით შეთავაზებების ნაწილში უფრო მეტად საინტერესო იყოს. აი ამ კუთხით და ზოგადადაც რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვფიქრობთ რა სურს ტურისტ საქართველოსგან მიიღოს, უბრალოდ მოდის წინა ხაზზე გარკვეულად გამოწვევების, რომელიც ჩვენ გვაქვს. აი რა არის ძირითადი გამოწვევები, რომელიც შეგვიძლია რაღაცა უფრო სწრაფად გადავჭრათ, რაღაცა უფრო საშუალებადიან პერიოდში. დიახ, ზოგადად ამ ბოლო პერიოდში, როგორც აღნიშნე, გეოპოლიტიკური მდგომარეობა ძალიან ისე ცალსახად მკვეთრად ასახვას პოვებს ტურიზმის განვითარებაზე, თუმცა ქვეყნის შიგნით არსებული ის გამოწვევები, რომელზეც ყოველთვის ვსაუბრობთ, ჩვენ ეს თამდებია ჩვენი ბიზნეს განვითარების და თავისთავად ძალიან მნიშვნელოვნად მოსაგვარებელია არა მარტო კვალიფიციური კადრების თუ სერვისის გაუმჯობესება თუ ინფრასტრუქტურული პროექტები, არამედ ძალიან ასევე ცალსახად მნიშვნელოვანია სეზონურობის, ასე ვთქვათ, გამრავალფეროვნება. არ უნდა ვიყოთ მხოლოდ მიბმული ერთ სეზონზე, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულზე აკეთებენ კონცენტრირებას ან ზამთრის კურორტებზე. აუცილებელია მაქსიმალურად იყოს გამოყენებული და ქვეყანაში ვსაუბრობთ შეგნით, რომ ჩვენ გვჭირდება 4 სეზონის პროდუქტების შექმნა, მაგრამ ეს უნდა იყოს რეალურ, ასე ვთქვათ, ფაქტებზე დამოკიდებული. ასოციაციის ჭერშიც ჩვენ ძალიან ბევრი ინიციატივა გვაქვს, რომელთაც ვცდილობთ დავეხმაროთ სექტორის განსაკუთრებით ჩვენი წევრების, ესე ვთქვათ, მოთხოვნებს გავუწიოთ ანგარიში, შესაბამისად ჩვენს ახალ სტრატეგიაში ძალიან ცალსახად და მნიშვნელოვნად შევქმნით ის შესაძლებლობები, რომ თვითონ ბიზნესმა იმუშაოს სწორედ ამ გამოწვევების დასაძლევად და მხოლოდ არ ვიყოთ დამოკიდებული სხვის ინიციატივებზე. ეს არის ჩვენი მაქსიმალურად რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ დღეს ბიზნესისთვის, როგორც საჯარო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, ასევე ბიზნესის, ასე ვთქვათ, ბიზნესთან კოლაბორაციის ნაწილში. კი ბატონო, 4 სეზონიან ტურიზმი რეალურია ამ კუთხით, რომ საქართველოს მართლაც აი 4 სეზონზე პასუხობდეს მოთხოვნებს და ამავდროულად აი სად ვართ აი რეგიონის ჭრილში, ასე ვთქვათ, ამ კუთხით რეგიონში ტურიზმი. დიახ, ეს არ უნდა იყოს აი ძალიან ხშირად საუბრობთ, როგორც აღნიშნე 4 სეზონის ქვეყნად გადავიქცეთ ტურისტულ მიმართულებას, რაც შეეხება, მაგრამ ამ შემთხვევაში რეალური ქმედითი ნაბიჯები სწორედ უკავშირდება ახალი პროდუქტების შექმნას და ესე ვთქვათ, გადაბალანსება უნდა მოხდეს მაქსიმალურად ტურისტული პროდუქტების შეთავაზებას. ეხლა ჩვენ ძალიან ვამახვილებთ ყურადღებას ახალი შესაძლებლობები, რომელიც უკავშირდება როგორც სამედიცინო, ველნეს ტურიზმის განვითარებას, ღვინის ტურიზმი, რომელიც ძალიან არ უნდა იყოს კონცენტრირებული მხოლოდ შემოდგომის პერიოდი არ მოიცავს, ესე ვთქვათ, ღვინის ტურიზმის ინიციატივებს. ეხლა ბევრი ევროპული ქვეყანა, როგორც პორტუგალია, ესპანეთი, ზამთარში ცდილობენ, რომ ღვინის ტურიზმს გავუწიონ მაქსიმალური პოპულარიზაცია და ჩაყავთ ძალიან ბევრი სტუმრები ქვეყანაში და ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგი გამოცდილებები გავიზიაროთ ქვეყნის შიგნით და საინტერესო ზამთრის პერიოდში კი, ზამთარი, რომელიც და ასევე მაისის მიმართულება ბიზნეს ტურიზმს გულისხმობ, ძალიან რთულია დღეს ძალიან ბევრი აღნიშნავს ჩვენ ყავს ასოციაციაში მაისის ტურიზმის, ასე ვთქვათ, კომპანიები, რომლებიც გარკვეულწილად დიდი გამოწვევების ფონზე არიან, მით უმეტეს, როცა ჩვენ ეს გარე ფაქტორებზე ვაკეთებთ აქცენტს, საქართველოს გახდეს, ასე ვთქვათ, საინტერესო მიმართულება ბიზნეს მოხმარებლებისთვის და ამასაც გარკვეულწილად სჭირდება ძალიან დიდი მუშაობა. ჩვენ კარგია რომ გვაქვს ეფექტი ის, რომ პოზიციონირავთ როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ქვეყნის შიგნით გადაადგილება არის უსაფრთხო, თავისუფალი, ძალიან გამარტივებული, მაგრამ ასევე ახალი შესაძლებლობებიც აუცილებელია მოხდეს დაემატოს და უფრო გამრავალფეროვნოს ბიზნესმა თავის შესაძლებლობები. ხა რაც შეეხება საერთაშორისო გამოფენები, რომლებიც დღის წესრიგში გვიდგას, ახლაც ჩინეთში აღსრულებული, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ცნობადობის და ესე ვთქვათ, ცნობიერების ამაღლების ნაწილში, მაგრამ ერთია რას ვთავაზობთ ჩვენ გარემოხმარებას და მეორეა ქვეყნის შიგნით რა განმასხვავებლობა გვაქვს და რითია უნიკალური ჩვენი ქვეყანა, უნიკალურია ჩვენი ბიომრავალფეროვნებით, ბუნებრივი თუ კულტურული რესურსით, თუ ესე ვთქვათ, ფოლკლორი
თუ გასტრონომია და თავისთავად ამ მრავალფეროვანი შეთავაზებების ნაწილში ეს კომბინაცია აუცილებლად მოგცემს იმ შედეგს, რომელიც გვჭირდება არა მარტო ზაფხულის სეზონში, ხა ზაფხულის სეზონში ძალიან კარგია დატვირთულობა, როგორც სასტუმროების, ნებისმიერი ტურთან მიბმული, ასე ვთქვათ, გიდი, ტრანსპორტი თუ ესე შემდეგ, მაგრამ აი ეს სწორედ გადაბალანსება, რომელიც ახალი პროდუქტების შექმნით შეგვიძლია შეთავაზებები გავაკეთოთ ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, სწორედ იძლევა იმის საშუალებას, რომ იყოს დატვირთული როგორც შემოდგომა გაზაფხულის, ადრეული გაზაფხულის პერიოდი, ასევე გვიანი შემოდგომაც. კი ბატონო, ხო ჩვენ საერთაშორისო პოზიციონირება ვახსენეთ, იგივე ვსაუბრობთ ITB ჩაინაზე ამ კუთხით, მართლაც ფანტასტიკური მოვლენაა, ჩვენ ნახეთ საქართველოს შესანიშნავად წარმოდგენილია ამ ჭრილში. და ზოგადად ჩვენ გარკვეულად ვისაუბრეთ ევროპულ მიმართულებაზე, ევროპულ ტურისტებზე და როცა დივერსიფიცირებაზე ვსაუბრობთ, აქვე აზიის ნაწილი შემოდის, ცხადია, დღის წესრიგში, იქნება ეს ჩინეთი, იქნება ეს ინდოეთი. აზიის მიმართულება რამდენად შეგვიძლია რომ კიდევ უფრო მეტად საინტერესო გავხდეთ მათთვის და მოვიზიტოთ მეტი ტურისტი. ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად შემოდიოდა აზიელი მომხმარებელი, ასევე არა მარტო გალფის ქვეყნების, არამედ ისრაელის ერთ-ერთი ჩვენი დატვირთულობის ნაწილში საკმაოდ კარგად იტვირთს ისრაელი ტურისტი კარგად მოგზაურობს განსაკუთრებით ბათუმში, აი ესეთ ქალაქებში, სადაც უფრო განმასხვავებლობაა, ესე ვთქვათ, დედაქალაქიდან და რაღაცა გასტრონომიაზე აკეთებენ აქცენტს და ესე ვთქვათ, ჩვენს მთიან აჭარაზე, თუმცა ეს ხა ბოლო პერიოდში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შენელებულია, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდება, რადგანაც ისრაელი არის ერთ-ერთი ესე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი შემოყვანი ტურიზმისთვის და რა თქმა უნდა აღმოსავლეთის ქვეყნები არის ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი დღეს და არ უნდა ასე ვთქვათ გავაკეთოთ აქცენტი მხოლოდ ერთი ქვეყნის მარკეტინგზე თუ ესე შემდეგ და მთელი ქვეყნების მასშტაბით რომელშიც თვითონ ბიზნესებს აქვს ინტერესი, ეს ძალიან კარგი კოლაბორაცია არის საჯარო სექტორს, ტურიზმის ადმინისტრაციას და კერძო სექტორს შორის და ერთობლივად უნდა მოხდეს სწორედ არჩევა იმ მარკეტინგული, ასე ვთქვათ, კამპანიების ჩატარების ქვეყნებისა, რომელსაც სწორედ ბიზნესს აქვს აქცენტირება. კი ბატონო, ახლა როცა ჩვენ ვახსენეთ იგივე ისრაელი, გალფის ქვეყნები, ალბათ მათ შორის თქვენი დაკვირვებით ალბათ ისეთი მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ზოგადად გეოპოლიტიკურ პროცესებს საქართველოს ტურიზმის სექტორზე. ამდენად გრძნობი არის, აი როგორ შეატყეთ იგივე აი ამ პერიოდში ესეთი ვერ ვიტყვით რომ მცირე, მაგრამ დროის არც დიდი მონაკვეთის პერიოდში არსებულმა დაძაბულობამ როგორ იქონია გავლენა. დიახ, რა თქმა უნდა, დაგეთანხმებით, მარტის პერიოდი იყო ძალიან მძიმე ბიზნესისთვის, ძალიან ბევრი გადავადებული თუ გაუქმებული ჯავშნები დაფიქსირდა როგორც ტურისტულ კომპანიებში, ასევე სასტუმროებში. კარგია ის რომ გადავადებები უფრო მეტი იყო და შესაბამისად ზაფხულის სეზონს შენარჩუნებულია, ესე ვთქვათ, ჯავშნები და ასევე შემოდგომის პერიოდში და განსაკუთრებით დედაქალაქის სასტუმროები იყვნენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მით უმეტეს პირდაპირ არიან და მიბმული საერთაშორისო სტუმრებზე და ეხლა მოგესალმებათ ქვეყნის შიგნით ძალიან მრავალფეროვანი სასტუმროების რაოდენობა გვაქვს, თავისთავად როგორც ბრენდული სასტუმროების, ასევე ადგილობრივი სასტუმროების ჭერს და კონკურენციაც საკმაოდ მაღალია და თავისთავად ჩვენ გვჭირდება სწორედ აი ეს მრავალფეროვანი ქვეყნები, უფრო მეტი არჩევანი და უფრო მეტად გააქტიურება ახალ ბაზრებზე იმისთვის, რომ დატვირთულობის მაჩვენებელების გაიზარდოს, შენარჩუნდეს და უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ბიზნესმა. კი ბატონო, აი აქვე ხეთ ჩვენ ძირითადად საერთაშორისო ნაწილზე ვსაუბრობთ ლენობაში, თუმცა ბუნებრივია ადგილობრივ ტურიზმსაც მინდა შევეხოთ. მათ შორის ჩვენ გვახსოვს, რომ პანდემიის პერიოდში, პანდემიის შემდგომ პერიოდშიც ადგილობრივი ტურიზმის გარკვეულად ქცევის შესწვლის მცდელობა, უბრალოდ მოქალაქეების რაღაც ადგილობრივი ტურიზმი უფრო მეტად გააქტიურებულიყო. როგორ შეიცვალა და როგორ ატყობთ ეს დინამიკა, გაგრძელდა დინამიკა, რომ აი ადგილობრივი ტურიზმი ვითარდება? დიახ, რა თქმა უნდა, პანდემიამ ძალიან ბევრი რამ დაგვანახა როგორც ბიზნესებს, დაგვანახა ის, რომ ჩვენ ადგილობრივი ტურიზმი კიდევ უფრო მეტად გვჭირდება, წავახალისოთ, გამამრავალფეროვნოთ, გვჭირდება არა მარტო
მარტო იმისთვის, რომ ბიზნესების მაჩვენებლები იყოს უფრო წარმატებული და ესე ვთქვათ, შედეგზე ორიენტირებული, არამედ შევცვალოთ კულტურა, ქვეყნის შიგნის მოგზაურობის და თავისთავად ის დანახარჯები, რომელსაც ჩვენი ქართველი მოსახლეობა აკეთებს საერთაშორისო თუნდაც მეზობელ ქვეყნებში, დახარჯონ ქვეყნის შიგნით, არაჩვეულებრივი კურორტები გვაქვს, არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა, სასტუმროებს გულისხმობ და თავისთავად აი პანდემიის პერიოდში სწორედ რეგიონების სასტუმროები გადაარჩინა აი ამ ინიციატივამ და ეს ძალიან კარგად და თვალსაჩინო იყო. Რა თქმა უნდა, ადგილობრივი ტურიზმი ძალიან ბევრი ქვეყნისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა, როცა ესე ვთქვათ, ტურიზმის შემოსავლებზე ვსაუბრობთ, რადგანაც თვითონ ცნობიერება ადგილობრივი მოსახლეობის განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების არის უფრო მაღალი, უფრო მეტად ესე ვთქვათ, ორიენტირებული არიან იმაზე, რომ თავიანთი შემოსავლები არ გავიდეს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით მოხმარდეს იმ ბიზნესს და ზოგადად ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომელსაც წარმოადგენენ და საკმაოდ კარგ დანახარჯებს აკეთებენ. უამრავი ადგილობრივი, ასე ვთქვათ, ინიციატივებია შექმნილი, წამახალისებელი, რაც ბიზნესებს აძლევს საშუალებას უფრო გააქტიურდნენ ადგილობრივ ბაზრებზე. კი ბატონო, აი სხვა შორის ამ კუთხით ახლა საკმაოდ საინტერესოა დანახარჯების კუთხითაც ადგილობრივი ტურისტი და მათ შორის თორსა დანახარჯებზე საუბრობთ, ხომ ალბათ საერთაშორისო ტურისტებისთვისაც ადგილობრივი ტურიზმის ჯამში განვითარებისთვისაც ალბათ რამოდენიმე საკითხია ხომ რომელიც გაუმჯობესებას უშუალოდ, იმიტომ რომ სულ უფრო მეც სიტყვის ხადია მომხმარებელი, როცა ფულს ხარჯებს არის ინფრასტრუქტურა, სერვისები, მარკეტინგის, აი რა გვჭირდება ყველაზე უფრო მეტად რომ განავითაროთ, ასე ვთქვათ, ამ ჭრილში და ასევე აქვე მინდა აღვნიშნო, როცა ჩვენ საუბრობთ თუნდაც სერვისებზე, მათ შორის სექტორში კადრების თემა და ამ კუთხით ცხადია საგანმანათლებლო ინიციატივები, ვინაიდან ალბათ გადამზადდება, განათლება ყველა სჭირდება. დიახ, ზოგადად აი თქვენც აღნიშნეთ, კვლევაში იყო წარმოდგენილი განათლება და ტურიზმი ერთმანეთთან ძალიან ესე ვთქვათ დაკავშირებული ორი ესე ვთქვათ მიმართულება, რომელიც ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებს. თავისთავად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სერვისის გაუმჯობესებაზე, პირდაპირ წესით მიბმულია პროფესიული განათლების და არა მარტო პროფესიული განათლების, ასე ვთქვათ, ხარისხზე და მის შედეგიანობაზე. ჩვენ როგორც ასოციაცია გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივები, ახლაც მუშაობთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ყოველწლიურად ამ შედეგებს განვიხილავთ ჩვენ საერთაშორისო კონფერენციაზე. ახლა ივნისში გვექნება წარმოდგენილი ტურიზმი და განათლება, რომელიც პირდაპირ ქვეყნის შიგნით არსებული, ასე ვთქვათ, ის ორგანიზაციები, რომლებიც პასუხს აგებენ ზოგადად საგანმანათლებლო ინიციატივებზე და მის ხარისხზე არის როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუტები, კოლეჯები, განათლების სამინისტრო, დონორი ორგანიზაციები ერთად ვიკრიბებით და ვსჯელობთ რა გვჭირდება ჩვენ ტურიზმის განვითარებისთვის და სერვისის გაუმჯობესებისთვის, რადგანაც სერვისზე ყოველთვის არის საუბარი, როცა გამოწვევებს ვეხებით და თავისთავად სერვისის გაუმჯობესების გარეშე ჩვენ ვერც მაღალბიუჯეტიანი ტურისტის მოზიდვას შევძლებთ და ვერც იმ შედეგებზე გასვლას, რაც ზოგადად ქვეყანაში გვჭირდება ბიზნეს ტურიზმის განვითარებისთვის და თავისთავად ეს კოლაბორაცია იქნება ძალიან ეფექტური, რადგანაც აქ უკვე ინტერესთა ესე ვთქვათ სფერო ერთვება, ინტერესი ერთვება და შესაბამისად კერძო სექტორი ხვდება, რომ აუცილებელია კოლაბორაცია, თანამშრომლობა სასწავლო ესე ვთქვათ ინსტიტუტებთან, რომლებიც სწორედ უშვებენ იმ კადრებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მათ აყავთ თავიანთ დასაქმების ადგილას და ისინი ძალიან კარგად იაზრებენ, რომ ის ასე ვთქვათ სტაჟირების პროგრამები, ადგილზე დასაქმება სწორედ სტუდენტების არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი უკვე თვითონ იღებენ მონაწილეობას კადრების გაზრდაში. ეს რა თქმა უნდა ძალიან შრომატევადი პროცესია, ძალიან გაგრძობადი და დროში გაწეული პროცესია, მაგრამ თუ არ დავიწყეთ, რა თქმა უნდა შედეგზეც ვერ გავართ და სწორედ ამ ინიციატივებზე მუშაობთ ახლა. კი, მთავარია რომ ეს ინიციატივები მიმდინარეობს და ბოლოს რომ შევაჯამოთ, რა იქნება ძირითადი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტები, რომელიც ქვეყანას ჯამში მოუწევს და სექტორს მოუწევს მიმდინარე წლისთვის ასე. დიახ, ზოგადად გლობალურ ესე ვთქვათ განვითარებაზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ის ახალი ტენდენციები და ახალი ტრენდები, რომლებიც ზოგადად ბიზნესში ჩნდება და განსაკუთრებით ტურიზმი ძალიან ცალსახად ესე ითვისებს ყველა იმ ახალ ინიციატივას, რომელიც უკავშირდება ციფრული ტრანსფორმაციების ერაში ვცხოვრობთ და თავისთავად ციფრული ტრანსფორმაცია არის ერთ-ერთი ის პრიორიტეტი, რომელზეც აი ხა ჩვენი ასოციაციის ჭრილშიც მუშაობთ, ქვეყნის ჭრილშიც მუშაობთ, ახლა
დავასრულეთ 6-თვიანი სასწავლო მარათონი ჩვენი ბიზნესებისთვის და მათ მივეცით საშუალება რომ პროფესიონალებისგან ესწავლათ ის ინსტრუმენტები რომლებიც ბიზნესის განვითარებისთვის იყო საჭირო და არის დღესაც საჭირო რადგანაც ციფრურ ერაში ვართ და თითქოს ყოველდღიურად იცვლება ტურიზმთან დაკავშირებული ის ინოვაციური პროდუქტები თუ ესე ვთქვათ ის ინსტრუმენტები რომელიც უიოლებს ესე ვთქვათ მოგზაურს გადაადგილებას ამა თუ იმ ქვეყანაში მოგესალმებით ონლაინ პლატფორმები ჩდება და არა მარტო ინდივიდუალური მოგზაურისთვის არამედ ბიზნესისთვისაც აუცილებელია მოერგოს ამ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯებს ინოვაციური ტურიზმის მიმართულებით და თავისთავად ეს პროდუქტების განვითარება სწორედ აგებულია ამ ინოვაციებზე. კი ბატონო, წარმატებები მინდა გისურვოთ ასევე ამ ივნისის სამომუშავო კონფერენციაზე, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, მართლაც მნიშვნელოვანია, ძალიან საჭიროა, ასე ვთქვათ, ამ ნაწილში. წარმატებები თქვენ კიდევ ერთხელ. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარ სიახლეებს, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გაესმოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.gr. მე კი ხვალამდე გევშვიდობ.